გამარჯობა, თქვენ უყურებთ დევნილების ხმის პოდკასტს საერთო საცხოვრებელი. ძალიან მომწონს სახელი. საერთო საცხოვრებელი არ ქვია ოღონდ დროებითი. დროებითი საცხოვრებელი. ცუდად კაი თავიდან. თავიდან. მაგრამ დევნილები არ გვინდა თავიდან. დევნილები ცხოვრობენ საერთო საცხოვრებელში. ხო, მაგიტო ჩამრჩა. თან დღეს მოვიფიქრეთ ჩაწერის დღეს რომ დროებითი საცხოვრებელი დაგვერქმია ამ პოდკასტისთვის და დროებითი საერთო საცხოვრებელი ეგრე გამოვიდა. კი ბატონო, გამარჯობათ ყველას. მე ვარ ნინი კოლეკიშვილი, აფხაზეთიდან დევნილი გოგო და ამ პოდკასტის ერთ-ერთი წამყვანი. მე ვარ ვერო მელუა, მეც აფხაზეთიდან დევნილი, ოჩამჩირიდან და მეც ვიქნები ამ პოდკასტის წამყვანი. რო გაიგოს ხალხმა რას ეხება ჩვენი პოდკასტი გარდა იმისა, რომ დევნილების დროებითი საცხოვრებლის თემა გვაქვს, თუ გინდა რომ წარადგინო. პირველ რიგში სანამ წარვადგენ, გეტყვით რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის, Spotify-ის, TikTok-ის, Instagram-ის და Facebook-ის არხები დევნილების ხმა. ესე ერქმევა ყველას. ჯერ YouTube-ი, Spotify და TikTok-ი არ გვაქვს, მაგრამ ამას რო დავდებთ, მაგ დროს გვექნება უკვე და შეძლებთ რომ გამოიწეროთ. ასევე აუცილებლად უნდა ვუთხრა უდიდესი მადლობა პროექტ 64-ს, რომელმაც არა მხოლოდ გვიმასპინძლა, არამედ უდიდესი ძალისხმევა და რაღაცა ენთუზიაზმი ჩადო იმაში, რომ ესე ძვირფასად მოეწყო ჩვენი ჩაწერის სტუდია. შეგვიქმნა დეკორაციები, გაგვიკეთა კამერები, გაგვანათა ლამაზად და ჩვენ ახლა დროებით ვცხოვრობთ ამ სტუდიაში. თუმცა არ ვიცი პროექტ 64-ის ადამიანებმა თუ იციან რომ დევნილებისთვის დროებითი საცხოვრებელი 30 წელი გრძელდება. ამიტომ ცოტა ფრთხილად. შეიძლება უფრო დიდხანს გაგრძელდეს აკოფნა, მაგრამ მართლა დიდი მადლობა. კი ბატონო. ახლა რაც შეეხება ჩვენს პოდკასტს. დევნილების ხმა გავაკეთეთ რამდენიმე კვირის წინ სამმა ადამიანმა. აქედან ორი ვართ მე და ნინიკო. და საბოლოო ჯამში მიზეზი ამის იყო ის, რომ აღმოვაჩინეთ, რომ იმაზე ბევრად ნაკლები იცოდა და იმაზე ბევრად ნაკლებმა ადამიანმა იცოდა დევნილების პრობლემების გამოწვევების და ზოგადად გამოცდილებების შესახებ, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა და გვეგონა. და ასევე აღმოვაჩინეთ, რომ მას შემდეგ, რაც ადამიანები გაიგებდნენ ჩვენს გამოცდილებებზე, უფრო მეტის გაგება უნდათ. ბევრად უფრო დაინტერესებულები იყვნენ, ბევრად უფრო სოლიდარულები იყვნენ და რა ვიცი, ჩვენ გვჯერა, რომ დევნილებს გვაქვს ისეთი გამოცდილება, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდას ფართო საზოგადოებამ და ეს არ არის მხოლოდ დევნილებთან სოლიდარობის ნაწილში საჭირო. იმ ნაწილშიც არის საჭირო, რომ გვესმოდეს როგორც ერს, რა გამოცდილებები გვაქვს, მაგალითად ძალიან ბევრ ქართველს არ აქვს განცდა, რომ ეთნოწმენდის მსხვერპლი იყო ქართული, ეთნიკურად ქართველი ადამიანები, ხო? და ეს ცოდნა რომ არ გაქვს, ძალიან მნიშვნელოვანი გამოტოვება არის ინფორმაციული და ჩავარდნა არის რაღაცა ეროვნულ იდენტობაში, როცა შენ თავზე ფიქრობ როგორც ქართველზე. ამიტომ დევნილებს ბევრი ისტორიული, ინსტიტუციური გამოცდილება გვაქვს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისმოდეს თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში და ამას ემსახურება ეს პოდკასტი, სადაც სხვადასხვა ადამიანს გაგაცნობთ მათ ისტორიებს, გულისხმობთ დევნილებს, არა მხოლოდ აფხაზეთის ომის შედეგად დევნილებს, არამედ ცხინვალის რეგიონიდან დევნილებსაც, 2008 წლის ომიდან დევნილებსაც. ასევე მოვიწვევთ აქტივისტებს და უფლებადამცველებს, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ დევნილთა საკითხებზე და რა თქმა უნდა, დაველაპარაკებით პოლიტიკურ პარტიებს და მათ წარმომადგენლებსაც, იმიტომ რომ დევნილების საკითხი არ არის სოციალური საკითხი, მხოლოდ არის ძალიან პოლიტიკური საკითხი და აუცილებელია, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგში ეს ხმა ძალიან მკაფიოდ ისმოდეს. ამას მოვემსახურებით ასევე. და რაც უფრო დრო გადის ამ ადამიანების ისტორიები ნელ-ნელა ალბათ ქრება და იკარგება და ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ისტორიები რაღაცნაირად შეგვეკრა. იმიტომ რომ მე ხშირად ვფიქრობ ხოლმე მაგაზე, რადგან რაღაც storyteller-ი ვარ ასე თუ ისე და მიყვარს ისტორიების მოყოლა სხვადასხვა მედიუმებიდან, ჩემი ოჯახის ისტორიაზეც ხშირად ვფიქრობ და თქვათ იმ გამოცდილებაზე და მოგონებებზე, რაც ჩემს მშობლებს და
მათ მშობლებს აქვთ და ძალიან მინდოდა ყოველთვის რომ ეს ამბები სადღაც აღბეჭდილიყო. და თან ჩვენ ორივემ კარგად ვიცით როგორი მითებით მოცული აფხაზეთის ომი. როგორი ისტორიები ან რაღაც ლეგენდებად დადის რაღაც ისტორიები. და ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ რეალური გამოცდილებები დრო დადგეს. და ხალხმა რეალურად გაიგოს რა მოხდა და რა გამოვიარეთ და აგრეთვე რეალურად დაველაპარაკოთ იმ ადამიანებს ვინც დღის წესრიგს ქმნიან ქართულ პოლიტიკაში რომ როგორ ხედავენ ისინი მართლაც დევნილების პრობლემებს და ჩვენთვის ორივესთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. კი და ჩემთვის ძალიან სიმბოლური არის ამის მოყოლა აუცილებლად გვინდა ამ პირველივე ეპიზოდში ძალიან სიმბოლური არის რომ ჩემი და ნინიკოს შეხვედრა, ჩვენი შეხვედრა არის სრულიად რაღაცნაირი დაკავშირება არის დევნილობასთან დაკავშირებული რა სრულად, იმიტომ რომ ნინიკო არის სტენდაპ კომიკოსი, ვინმე თუ არ იცით, მოგეკეთყვით ახლა. და მე შარშან წინ 2023 წელს დავიწყე კომიკოსობა. რაღაც აქტივისტური მიზნებისთვის უფრო ამ რაღაც იარაღის გამოყენება. შენი სათქმელი გინდოდა რომ კი ბატონო. და ერთ-ერთ სტენდაპზე, სადაც მე უნდა გამეკეთებინა, ჩემი გამოსვლა უნდა მქონოდა, ეგეთი დაკვეთა იყო, რომ სოციალურ თემატიკაზე უნდა ყოფილიყო და მე გამოვიდე თავი, რომ დევნილობაზე გავაკეთებ, მეთქე დავპირდი ამ ხალხს, რომ დევნილობაზე გავაკეთებდი სტენდაპს და რომ დავჯექი საწერად, მივხვდი, რომ ძალიან რთული არის, რომ დევნილობაზე სტენდაპი გავაკეთო. მე ერთი კვირა ვიტირე, გამოვიგლოვე, რომ მივსულიყავი იმ კონდიციამდე, სადაც ხუმრობა შემილია ამაზე და გავაკეთე სტენდაპი. ხო და აქამდე ამ პერიოდში რაც ამ სტენდაპ კულტურაში ფეხი შემოვდგი, სულ მესმოდა რომ ნინიკო ეხლა ლონდონშია, ნინიკო სტენდაპერი, ყველაზე მაგარი ქართველი სტენდაპერი თუ რაღაც და მეთქი ვინ არის ეს ნინიკო გამა. იქედან 50 იმას რა ფუნტს. იხდი და იქედან ჩივლინგის სტიპენდიიდან 50 ფუნტი მოდიოდა რომ ისი სახელი არ დავიწყებოდა აქ ვინმეს. ხო და მოკეთ ამ სტენდაპზე ჰედლაინერი იყო ნინიკო და ან ბოლოს გამოდიოდა და მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი რა სულ პირველი თუ არა გამომსვლელი. და გავაკეთე ეს ჩემი სტენდაპი ცრემ ჩაღვრილი იმაზე რა ქვია დევნილობაზე და ნინიკო რომ გამოვიდა თქვა რომ მეც დევნილი ვარ რო აფხაზეთიდან და აი ეგრევე მივხვდი რომ ის იყო და მე ვიყავი. მე ეგრე მახსოვს ეგ შენ თუ რამე სხვანაირად გახსოვს მაგამ ბიდან არ სხვანაირად დაგამახსოვრე და ეგეც შეგიძლია დაამატო. არა მეც მახსოვს რომ ახალი წინა დღის ჩამოსული ვიყავი ლონდონიდან და ძალიან თავში მქონდა ავარდნილი ექსპერტი ჩამოვედი კომედიის და ჩემთვისაც რაღაც ძალიან ის იყო, იმიტომ რომ მე მახსოვს ანამ ლონდონში ვიყავი, მანამდე თქვენ გააკეთეთ ქალების სტენდაპი და იქიდან უკვე ნანახი მქონდა შენი ვიდეო და ძალიან მიხაროდა, იმიტომ რომ დიდი ხნის განმავლობაში ძალიან ცოტა ქალი ვიყავით სტენდაპ თბილისში და შემდეგ რაღაც უფრო რომ დაინტერესდა ადამიანები და გოგოებმა რომ უფრო თქვეს და გამოთქვეს სურვილი რომ გაეკეთებინათ სტენდაპი და ეხუმრათ სცენაზე, ჩემთვის ეს ძალიან ამაღელებელი იყო, რომ ეს არ ყოფილიყო მარტო კაცების მიერ დომინირებული სივრცე და რომ ჩამოვედი მახსოვს ესე წინ ვიჯექი და ვუსმენდი შენს გამოსვლას და ძალიან მეცინებოდა და ძალიან კარგი იყო და მე ხშირად რაღაცნაირად უთქვამთ ხშირად რომ არადევნილ ადამიანებს რომ შეიძლება დევნილებს ეს შეგვების მექანიზმი გვაქვს და ამიტომ ხუმრობთ და რაღაც მსგავს რაღაცებს მაგიტო კი მეც ეგრე მგონია რომ ძალიან რთული არის ამის გარეშე ანუ ამ უნარის გარეშე ძალიან რთული იქნება ალბათ რა, იმიტომ რომ მე მართლა ყველაფერზე რაც ჩემთვის ემოციურად ღირებული და მნიშვნელოვანია, თუ არ ვიხუმრე ძალიან რთულია ისე რომ ყოველდღიურობაში ეს საკითხი იყოს და დევნილობა განსაკუთრებით. ეს პოდკასტიც ჩემთვის ახლა რომ ვზივართ მაგის სივრცე არის და რატო ვზივართ ორნი დღეს და რატო არ ყავს სტუმარი, იმიტომ რომ დავპირდით აქ ხალხს რომ სტუმრები გვეყოლებოდა. ესაც მინდა რომ ვთქვა. ძალიან ბევრ ადგილას ვილაპარაკე უკვე მე ჩემ გამოცდილებაზე რა დევნილობის, ანუ რაღაცა იქ ინდიგოს ვიდეო იყო, რომელიც ძალიან მომწონს მეც და სხვა ადამიანებსაც ძალიან მოეწონათ და მანდ მართლა გავშიშულდი და ყველაფერი მოვუყევი. ეგეთი არაკომფორტული არაფერი ცხოვრებაში არ მიქნია, მაგრამ რადგან მივიდა მსმენელამდე ის ზუსტად რის იმიტანაც მინდა და ეგ ძალიან მახარებს. თუ იმას არ გინახავთ
შეგიძლიათ ინდიგოს გვერდზე ნახოთ ეს ვიდეო. მაგის გარდა მედიებში იქნებოდა ეს თუ რა ვიცი სტენდაპში იქნებოდა ყველგან რა ვიცი ყველგან ბევრგან მომიყოლია და რაღაცა მგონია რომ ვინც მიცნობს ან ვისაც უნახივარ ეკრანზე ესეც იცის რა დაახლოებით. და შენზე სანამ სხვა სტუმრებზე გადავიდოდით მინდა რომ შენი ამბავი ანუ არ არის ბევრი ამბავი დევნილის რომ ესე რაღაცა არ მოყვერა ამ სივრცეში ამ პოდკასტში არ შემოვიტანოთ და შენი ამბავი ჩემთვის განსაკუთრებით რაღაცა ნიშანდობლივია, იმიტომ რომ 10 თვის იყავი სოხუმი რო დაეცა. რო წამოვედით სოხუმიდან. მე დავიბადე 1992 წლის 18 ოქტომბერს. და როცა დაეცა სოხუმი, შემდეგ წამოვედით იქიდან. თუმცა ამ 10 თვის განმავლობაში არ ვიყავი სულ იქ, როგორც მიყვებიან, იმიტომ რომ მხოლოდ ისტორიებით ვიცი ეგ ამბები. უბრალოდ დედაჩემი როცა ორსულად იყო ჯერ კიდე იქ ვიყავით, შემდეგ დავიბადე, მერე წამოვედით ცოტა ხნით და ესეც ძალიან ნიშნისაცემი არის, რომ მაშინაც მით უმეტეს ეხა როგორი დეზინფორმაციები და რაღაც მოლოდინები და რაღაცები არსებობს, რაც მიუხედავთ იმისა, რომ შეგვიძლია გადაამოწმოთ და რაღაც მაინც გვაქვს ადამიანებს სხვადასხვა ამბებთან დაკავშირებით და ამათი მოლოდინიც ის იყო, რომ წამოვიდნენ, შემდეგ უკან დავბრუნდით ისევ რამდენიმე თვეში. ხო, ეს მე მგონი ბოდიში იმის ნაწილია რაღაც პერიოდი რო თითქოს მშვიდობა დამყარდა და ომი რო დაპაუზდა. ხო, ანუ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომ სროლა უნდა შემწყდარიყო და ამიტომ ყველა დაბრუნდა უკან. მაგრამ შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს ხელშეკრულება დაირღვა და მოგვიწია ისევ უკან წამოსვლა, რაც მეორედ უკან წამოსვლა უფრო ბრუტალური იყო, ვიდრე ის რომ პირველად და იმ დღეს დედაჩემს რო ველაპარაკებოდი ამ ამბებზე, რომ ზუსტად გადამემოწმებინა ყველაფერი, მაშინ თქვა, რომ ნეტავ, მაშინო არც დაბრუნებულიყავითო უკანო, იმიტომ რომ მე მოგვიწია უკვე მე პირადად და ჩემო ოჯახმა სვანეთის ჭუბერი გადმოიარეთ თქვა. უღელტეხილი გადმოვიარეთ. აი ეგ ჩემთვის არის ალბათ დედაშენს უფრო უნდა ვკითხო და მინდა რომ დედაშენიც მოვიწვიოთ პოდკასტში. მაგრამ აი შენთვის რა მოუყოლიათ, ეგ ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ ერთი არის ჭუბერის გადმოვლა საერთოდ, ანუ ჭუბერის ვინც არ იცის, ვეტყვი რომ სვანეთის უღელტეხილ ჭუბერზე გადმოსვლა 500-მდე დევნილის სიცოცხლე იმსხვერპლა, იმიტომ რომ გაიყინნენ ადამიანები, იმდენად დიდი გზა იყო და იმდენად რთული გზა იყო და იმდენად ციოდა, რომ როცა დასასვენებლად ჯდებოდნენ, იყინებოდნენ. და ჭუბერის გადმოვლა არის ერთი უკვე ძალიან რთული გამოცდილება და 10 თვის ჩვილთან ერთად ამის გაკეთება, ვინ იყავით ერთად, ეგ მაინტერესებს. და თან ეს არისო ის რომ off-road მანქანებით მოდიოდი იქ ფეხით მოდიოდი, ხო? თავიდან დავიწყეთ ჩვენი მოგზაურობა 2 მანქანით. და მე რადგან ბავშვიანი იყო, რა თქმა უნდა, ის მანქანით მოდიოდა, თუმცა ექიმა რომ გაგსინჯაო, სანამ დავიწყებდით უღელტეხილს გადმოვლას, ესე უთხრეს რომ ეს ბავშვი უღელტეხილს ვერ გადაიტანს, მაგრამ here I am. ხო, ანუ რა თქმა უნდა, ფეხით რო გადმოგვევლო 10 თვის ბავშვთან ერთად, სავარაუდოდ მართლა ესე მოხდებოდა. თუმცა თავიდან 2 მანქანით დავიწყეთ, მაგრამ რა თქმა უნდა, მანქანას სჭირდება საწვავი. და შემდეგ, როცა გათავდა ეს საწვავი, ერთ-ერთი მანქანა გადაცვალეს 5 ლიტრ საწვავში, რომ ამით გადმოსულიყვნენ საბოლოოდ. და როგორც მითხრეს, ჩვენ გადმოვედით მანქანით სვანეთში, მაგრამ ჩემი ანუ მამა ჩემი, მამიდა ჩემი და ბიძა ჩემი ფეხით მოუყვებოდნენ ამ გზას. და სვანეთში იქ უყავდა კონტაქტები და მე მგონი ზოგადად ძალიან ბევრი რაღაც მოხდა ეხლა სვანეთში, რასაც დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ ზოგადად იქ სახლებში ვიღაცების სახლებში რჩებოდნენ ეს თუნდაც უცხო ადამიანები. და მე როგორც ვიცი მოყოლით, ჩვენ მოგვიწია ემზარ კვიციანის სახლში. მიშველეთ. და დედაჩემი მიყვება, რომ ემზარ კვიციანის ცოლის გვერდზე ემზარის საწოლში ეძინა, იმიტომ რომ ემზარი იყო წასული ამ დროს, არ ვიცი რა საკეთებდა ომის დროს და მე რო დაბრუნდა, დახვდა 2 ქალი. ბავშვი. ეგონათ რომ იმ ღამეს არ მოვიდოდა, მაგრამ დაბრუნდა იმ ღამეს, მაგრამ საბედნიეროდ არ ააგდო ეს ბავშვიანი ქალი. მშვენიერი. აი მაყურებლისთვის ვიტყვი რომ ნინიკო არის სოხუმიდან, ქალაქიდან. ხო. მაგაზე უნდა მოვყვა ერთი ისტორია, რომელიც მეც ახლა ხანს გავიგე და რომელიც ძალიან სიმბოლურია თუ მნიშვნელოვანი არის ჩემთვის და დედაჩემისთვისაც.
მოკლედ აგვისტოში როცა დედაჩემი ჯერ კიდე ჩემზე იყო ორსულად, სოხუმში არ იყო ჯერ ისეთი ბრძოლა და სროლები და რაღაც დაბომბვები ჯერ კიდე მაინც სოხუმის გარეთ ხდებოდა და დედაჩემმა თქვა რომ ხშირად იყო ესეთი ნარატივი მაშინ გავრცელებული რომ სოხუმის აღება შეუძლებელია და სოხუმის აღება უდრის მოსკოვის აღებას და ეგ არ მოხდება არასდროს და რაღაც წარმოუდგენელი მისია იყო შესასრულებელი. ამიტომ მაშინ დედაჩემს ჰქონდა არჩევანი, ჩვენ ნათესავები ვყავდა რუსთავში, ეხვეწებოდა ნათესავები, რომ გადმოდით, რომ რუსთავში შეგიფაროთ და აქ გააჩინა ბავშვი. მაგრამ დედაჩემმა გაიგო ესეთი ისტორიის შესახებ, ერთ-ერთი ქალი რომელიც სოხუმს ტოვებდა გემით, ორსულად იყო და მოუწია ბავშვის გაჩენა გემზე. და ეს გემიც ესე იბომბებოდა რუსების მიერ. და ამ ამბავმა ძალიან შეაშინა. და ამიტომ გადაწყვიტა რომ დარჩენილიყო სოხუმში. და იქ ემშობიერა. და ჩემთვის რაღაც შენს ესე რომ საუბრობთ ხოლმე რაღაცა სულ ვახსენებ იმას რომ მე სოხუმში ვარ დაბადებული და რაღაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია რა ჩემთვის და ჩემს იდენტობასთან რომ მე კი არ მიცხოვრია დიდი ხანი, მაგრამ იმ მიწაზე ვარ დაბადებული. და მოკლედ ამ ქალის ისტორიის გამო დედაჩემმა გადაწყვიტა რომ ესე გაიგო და გადაწყვიტა რომ დარჩენილიყო სოხუმში. და მიყვებოდა რომ ჯერ ან არ იყო დაბომბები დაწყებული, მაგრამ რო გამოვდიოდი გარეთ, ქუჩა ცარიელი იყო და მარტო მე ვიყავი ესე ორსული ქალი, ჩემთვის დავდიოდი, მაგრამ მაინც არ მივდიოდი და თურმე ესე მოუტყუებია, რომ ექიმმა მითხრა, რომ შენთვის გზავრობა არ შეიძლებაო და ესე დარჩა სოხუმში. მამა შენიც იქ იყო? ამ დროს? მამა ჩემიც იქ იყო კი. და მე გამოხდა ხანი და უკრაინის ომის დაწყებამდე დედაჩემი სამარშრუტო ტაქსით გზავრობდა და გამოელაპარაკა მძღოლს. და ახალგაზრდა ბიჭი იყო და ამ ბიჭმა უთხრა რომ იმეც აფხაზეთიდან ვარო და ესე გემზე ვარ დაბადებულიო. არ გავგიშდა ხა? დედაჩემმა ანუ ამაზე რა თქმა უნდა ძალიან ემოციური რეაქცია ჰქონდა და უთხრა რომ აი მე იმიტომ დავრჩი სოხუმში რომ გავიგე რა. ხო გავიგე შენ შესახებ და იქ მე ამ ბიჭმა დედამის დაურეკა და ეს დედაჩემი და დედამისი ესაუბრნენ ერთმანეთს და რაღაცა და ამას დედაჩემი მიყვება რამოდენიმე დღის წინ. და მე უცებ ესე ავენთე რომ მეთქი აუცილებლად მოდი დაუკავშირდეთ მაგ ადამიანს და ვიპოვოთ და უნდა რაღაცა ჩემთვის სულ ის არის რა სურვილი მაქვს ყოველთვის რომ სხვა დევნილები გავიცნო და რაღაც თქოს სიმბოლურია რომ რო გვეცხოვრა აფხაზეთში ერთმანეთს აუცილებლად შევხვდებოდეთ და ეს ბედი იყო. თუმცა სამწუხაროდ ესეთი ამბავი მოხდა რომ ეს ბიჭი რომელიც ჩემი დოლია წავიდა უკრაინის ომში და დაიღუპა იქ ერთ-ერთი დაბომბვის დროს. და მის სახელი და გვარია გელენიძე ნიკა რომელსაც როგორც ჩანს დარჩა ცოლი და ორი შვილი. და ეს არ ვიცი ასეთი იმედგაცრუება მე მგონი მიუხედავთ იმისა რომ ძალიან რთულ პერიოდში ვცხოვრობთ ის რომ უცებ შემეძლო რომ ესეთი კონტაქტი დამემყარებინა ადამიანთან და ალბათ ძალიან საინტერესო იქნებოდა მასთან შეხვედრა ჩემთვის და მის ოჯახსაც თუ შევხვდებოდეს მე ძალიან გამიხარდება რომ ცოტა ისეთი ამბავია რომ ერთხელ გადაურჩა რუსებს და შემდეგ უკრაინის ომში დაიღუპა. ამ ბოლოს მოხდა აი მაგაზე უკრაინის ომში ბრძოლაზე გამახსენდა ახლა რომ ბიძაჩემის კლასელი პარალელი კლასელი რომელიც ბიძაჩემთან ერთად არის გაზრდილი და ბიძაჩემი ეგრე ამბობდა რომ ჩემ ხელში გაიზარდა ოჩამჩირიდან ახალი კინდღიდან დევნილი მამუკა ბერია ასევე გარდაიცვალა დაიღუპა უკრაინის ომში და რამდენიმე კვირის წინ ჩამოასვენეს პრინციპში თბილისში და დაკრძალეს აქ. ხო მე არ ვიცი ნიკას მიზეზები ახლა კონკრეტულად იმიტომ რომ მართლა არ ვიცნობ მას და მის პიროვნებას რატომ გადაწყვიტა ამ ომში წასვლა. შეიძლება მასაც რაღაც წარმოდგენა ქონდა რომ თუ ერთხელ გადაურჩა ომს რაღაც უფრო გამძლეობა გააჩნია ან უბრალოდ მედეგი იქნებოდა ხო ან უნდა რომ ებრძოლა იმისთვის რაც მნიშვნელოვანი იყო მისთვის ანუ დაახლოებით შეიძლება გავიგო რატო გადაწყვიტა იქ წასვლა
მაგრამ ძალიან სევდიანია რომ ამ ომშიც ძალიან ბევრი ქართველი უკვე დაიღუპა. კი. და არც ერთს არ დახვედრიან საკადრისი პატივით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გულისხმობ ქართულ ოცნებას ამ შემთხვევაში და მანამდე ხელისუფლებას, რომ და ეხლა უკვე არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომ ეს რაღაცა პოლიტიკა აქვთ აშკარად რა, რომ საფხედრო პატივით არ დახვდნენ უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს, რაც არის წარმოუდგენელი. როგორც ვიცი, ძალიან გმირულად დაიღუპა თავისი მეგობრის გამოსაყვანად იყო. და ან ჩემი აზრით ესეთი ისტორიები იმსახურებენ, რომ ადამიანებმა რაღაცნაირად უფრო კარგად ვიგრძნოთ, როგორც ირავენ ქართველები თავს და რის გამო იბრძვიან ამ ბრძოლაში. და რა არის ჩვენი мотиваცია როგორც დევნილების, იმიტომ რომ ხშირად გვავიწყდება ხოლმე, ანუ მე მაქვს ის განცდა და სავარაუდოდ შეიძლება შენც გაქვს ის განცდა, რომ თუნდაც როდესაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბრობენ, ან რუსეთის ფაქტორზე საუბრობენ, რომ ან დევნილების თემებს მან არ განიხილავენ და რას ნიშნავს ის ჩვენთვის რას ნიშნავს რუსეთთან დაკავშირება ჩვენი ქვეყნის. კი, ეს ცალკე ორმაგი ტრავმატიზაცია არის რაღაცნაირი ჩვენი, რომ აი ეს ბოლოს ახლა მე ჩემს ცხოვრებაში არასოდეს შემრცხვენია იმის რომ ვიყავი ქართველი და არასოდეს მომიხდია როგორც ქართველს ბოდიში არ მქონია ეგეთი გარემოება, ნუ კი გთხოვდნენ ვიღაცები ამას, მაგრამ ნუ არ მქონია ეგეთი გარემოება. ერთადერთი როცა ჩემს უკრაინელ მეგობრებს მივწერე და ბოდიში მოვხადე, იყო წინასაარჩევნოდ ის ბანერები აქეთ ის დანგრეული უკრაინული ეკლესიები და სკოლები და ქუჩები და აქეთ რაღაცა აყვავებული ბათუმი თუ თბილისი თუ ასე შემდეგ. ეგ იყო მომენტი, როცა ისე შემრცხვა. ანუ სანამ მეტკინა მანამდე მე დავფიქრდი, რომ დედაჩემი, რომელიც ტელევიზორს ხმას ურთავდა, როცა უკრაინის ომის შესახებ ნიუსები გადიოდა, იმიტომ რომ ხმები ეს რაც შემოდიოდა და ომთან დაკავშირებული სიახლეები მისთვის იყო იმდენად ტრავმატული, რომ ვერ უსმენდა ამას, დედაჩემი გავიდოდა ქუჩაში და ნახავდა ამ ბანერებს და Facebook-ში შევიდოდა და ნახავდა ამ ბანერებს. და ქვეყანაში ამ დროს ყავს 300,000 დევნილი შენი ქვეყნის მოქალაქე, ანუ შენივე მოქალაქე. და 22,000-მდე უკრაინიდან. ანუ ამის იქეთ მართლა აღარ ვიცი რაღა არის რა. ეს იყო ჩემთვის ჯერ ეს სირცხვილი და შოკი, რომ მართლა არ არის მარტივი რომ ამ რეჟიმმა შოქში ჩამაგდოს მისი რაღაც ქცევით, მაგრამ ეგ იყო მართლა ეგ მომენტი, რომ არ ველოდი თლად ეგეთ ამორალურობას, რაც მაშინ ნახე და ეხა რავი იმის რამიშვილის გადაცემაში უკრაინის დამარცხება ჩვენი გამარჯვებაა და უკრაინის დამარცხება ჩვენი დამარცხება. უკრაინის დამარცხება არის ჩვენი გამარჯვება. და ამ დროს რა ვიცი ბიჭები, რომლებიც ან დაიბადნენ აფხაზეთში და დევნილობაში გაიზარდნენ, ან ბიჭები, რომლებიც რავი დევნილები არიან იქ ცხოვრეს თუნდაც აფხაზეთში და მე მოუწიათ იქაურობის დატოვება, მიდიან უკრაინაში საომრად და შენ ამ დროს იცახი და შენი რაღაცა მესიჯი და მთავარი სათქმელი არის, რომ უკრაინის დამარცხება არის ჩვენი გამარჯვება. და ტრავმა ძალიან ისეთი რაღაც არა, თითქოს შეიძლება დაგავიწყდეს დროთა განმავლობაში ის, რაც გამოიარა ამ ხალხმა, მაგრამ ანუ ჩემს ოჯახში ყოველთვის ისმოდა, ანუ მე ვიზრდებოდი იმ ისტორიებით, რაც გამოიარეს ჩემმა მშობლებმა და ჩემმა ნათესავებმა და ანუ ეხლა დედაჩემი იყო 21 წლის და 10 თვის ბავშვთან ერთად ბომბების ფონზე უწევდა იქიდან გამოქცევა. მაგის დავიწყება ძალიან რთული, ანუ თავიდან რო თვითმფრინავით უნდათ წამოსვლა და აეროპორტში მივიდნენ და იქ არ იყო ადგილი თვითმფრინავში უბრალოდ ვერ ჩაეტივნენ და შემდეგ სხვა გზებით მოუწიათ გამოსვლა და მამიდა ჩემმა რო ფეხით გადმოიარა, მასაც პატარა ბავშვი ყავდა, ანუ ჩემი ბიძაშვილი, რომელიც ახლა რამოდენიმე წლით უფროსია ჩემზე, მაგრამ მაინც პატარა ბავშვი იყო. რაღაც ესეთი ისტორია მახსოვს მამიდა ჩემისგან, რომ ჩამოვედითო თქვათ სამშვიდობოს ვიყავითო და ეს რაღაც ამ მთელი ამ დროის განმავლობაში სახეც რო არ დამიბანია და რაღაცა წყალი რო შევისხიო, ესე მეგონა რომ ძვლებს ვეხებოდიო პირდაპირ რა, იმდენად გამხდარი ქონდა სახე. და კიდე ვიცი, სამწუხაროდ მე არ მახსოვს არც ერთი ჩემი ბაბუა, იმიტომ რომ ძალიან ადრე დაიღუპნენ ომის შემდეგ და ვერ გაუწლეს ამ სტრესს და ტრამვას. მაგრამ ანუ ესეთი ისტორია მახსოვს, რომ ბაბუა ჩემის სვანეთის გზით ცოტა გვიან მოდიოდა და გზაში ნახულობდა ამ გაყინულ ხალხს, როგორც შენ თქვი, წეღან და რაღაცა თუნდაც ბავშვებს.
და ამოწმებდა რომელიღაცა მე ხო არ ვიყავი თავისი შვილი ან ოჯახის წევრი. და ეს ისტორიები არ ვიცი ხალხს თითქოს ანუ არ ახსოვს რა და ჩვენც ამაზე ხა 24 საათი ავლაპარაკობთ სახში და რა თქმა უნდა ყოველთვის ვცდილობ რომ დაივიწყო და შენი ცხოვრება გააგრძელო, მაგრამ ძალიან დიდი ნაწილი უკავია ჩემს არსებობაში. ვინც ვარ მე ადამიანი, რომელიც ვიზრდებოდი ამ ფუნდამენტზე, ახლა ესეთი რო ვარ არის ამის გამო. და ანუ ეხლა თუნდაც იმ პლაკატებზე აშენებული და კარგად გაკეთებული შენობები რაც არის საქართველოსთან ეგ ანუ ევროკავშირის ფაქტორი არის და მათი დახმარებით ძალიან ბევრი შენობა სავარაუდოდ მათი დახმარებით და მათი თანხით და ესეთი ხარდაჭერით არის აშენებული და ჩემთვის როგორც დევნილისთვის ის ფაქტი რომ ჩემი ქვეყანა მიდის იმ ტრისკენ რომელმაც ჩემს ოჯახს ამხელა ტრამვა მიაყენა არის აი ეგ ითვლება ჩემთვის ღალატად. კი და მაგის გარდა რავი დევნილისთვის არაფერი იმაზე მნიშვნელოვანი არ არის ვიდრე დაბრუნება. ანუ მეტიც აი ბევრი წელი როცა ახალგადმოსულები ვიყავით თითქოს რაღაცა დიდი მოთხოვნებით შეიძლება არ გამოვირჩევდით, იმიტომ რომ ყველა მაგას ამბობს, ყველა მაგას ყვება, რომ აი ველოდით რომ დაუბრუნდები. ჯერ შევარდნაძე იძახდა რომ რაღაც 5 წელს დავბრუნდებით, მე ის იძახდა რომ შემდეგ წელს სოხუმში შე რომ იძახი ხოლმე, სადღეგრძელოს ამბავი. ხო, მომავალ წელს სოხუმში და უკვე რავი 32 წელი გავიდა ამასობაში რა, მაგრამ მაინც დევნილი ადამიანისთვის არაფერი იმაზე მნიშვნელოვანი არ არის. და იმაზე ძვირფასი ვიდრე დაბრუნების შესაძლებლობა, ხო? მაგ კონტექსტშიც კი, ანუ ერთი არის რომ შენ იმ ტრისკენ მიყავ ხარ ეს გასაგებია, მაგრამ მეორე ნაწილი არის რომ იმას გაშორებს, რაც არის ერთადერთი შანსი შენი დაბრუნების. ანუ ევროკავშირის და ამ ქვეყნის რაღაცა უკეთესობის გარეშე, აბა რუსეთი ყავს ისედაც აფხაზებს, რა ვიცი. რა ანუ ერთადერთი შანსი იმის რომ ეს ქვეყანა გამთლიანდეს და ჩვენ სახლში დავბრუნდეთ, არის ევროკავშირი. მაგის იქეთ ხო ამის შანსი არ არის. და ამის ფონზე აქედან რომ უკან ხეევს და იქით მიყავ ხარ სადაც აი შეუძლებელია მაგ კონტექსტში რაც არის რაღაცა ამ ქვეყნის რაღაცა პრორუსულ მასე რელსებზე გადაყვანა, მაგ კონტექსტში აფხაზეთს კი ვერ დავიბრუნებთ, მივუერთდეთ შეიძლება ყველაზე კაი შემთხვევაში, რაც მაგათ უნდათ რომ გააკეთონ და ანუ ეგ შეხედულებაც უარყოფითად მოქმედებს დევნილებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ თითქოს სხვა საზოგადოების სხვა ნაწილს შეიძლება გაუჩნდეს იმის შეხედულება, რომ დევნილები მხარს დაუჭერენ ამ მთავრობას, ხოლო იმიტომ რომ ჩვენ შევუერთდეთ აფხაზეთს და ასე დავიბრუნოთ ის. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის და ბევრი დევნილისთვის, ვისაც მე ვიცნობ, პირველ რიგში არის არავის არ უნდა რუსეთთან დაახლოების ხარჯზე აფხაზეთის დაბრუნება და ჩვენი თავისუფლების დათმობის ხარჯზე, იმიტომ რომ ეს არ არის ის, რაც ჩვენთვის პრიორიტეტია. არა ხო თან ეს ხო რაღაცა ის არ არის ეს ხო მართლა ზღვა და მიწა არ არის რა ეს არის რაღაცა მე ცხოვრების გამოცდილება მაგაზეც ხო აი ამ დაბრუნება აი სულ დაბრუნებაზე აპელირებდა ქართულესა მაგალითად წინასაარჩევნოდ ხო რომ აი რაღაცა ჩვენ უნდა მოვიხადოთ ბოდიში გავიაზროთ შესაძლოა ეს 2008 წლის ომზე იყო მიმართული ეს რიტორიკა მაგრამ მაინც თარგმნიდა აქეთ რომ ჩვენს აფხაზდაოს ძმებს ბოდიში მოვიხადოთ ამ დაბრუნებაზე რომ ლაპარაკობ ვისაბრუნებ ანუ მე ხო უნდა დამაბრუნო შენ ხო უნდა დაბრუნდე ჩვენ ხო უნდა თანავი ცხოვროთ რუსეთის კონტექსტში როგორ შეიძლება რომ ეგ თანაცხოვრება ან თანასწორი იყოს ან სამართლიანი იყოს ან თავისუფალი იყოს ან პატივისცემაზე დაფუძნებული იყოს რუსეთის კონტექსტში ხო შიშზე და უბედურებაზე დაფუძნებული უნდა იყოს ანუ შეიძლება კიდევ უფრო მეტ კონფლიქტს გამოიწვევს შემდეგ კი რა თქმა უნდა ანუ ეგ არ არის თან დაბრუნება რა და იმას ახლა წეგან ამბობდი რომ დევნილებმა შეიძლება მხარი დაუჭირონ ამ მთავრობას ჯერ ვნახეთ არჩევნებზე რამდენად იმუშავა ამ გზავნილმა დევნილებზე ჩემი აზრით არადევნილებზე უფრო იმუშავა ამ ომის გზავნილმა ვიდრე დევნილებზე, იმიტომ რომ კოლექტიურად დევნილები რო აიღო, მათმა უმეტესობამ ხმა ოპოზიციურად მისცა ხმა, ოპოზიციური არჩევანი გააკეთა და ამას გვეუბნება კომპაქტური შესახლებების შედეგები და ასე შემდეგ. რომ ზოგადად კოლექტიურად ოპოზიციად განწყობილი ამ მრჩეველი არ არის ვოკალური ამ მრჩეველი, არ არის რაღაცა მარშზე არ ჩამოივლის შეიძლება, მაგრამ ან რაღაცა ისეთი ხმა მაღალი განცხადებები შეიძლება არ იყოს გამორჩეული, მაგრამ ხმას როცა აძლევს ოპოზიციურად როგორც წესი. ამის ფონზე
ეგ ჩავარდა ფაქტია. ეგ გათვლა თუ იყო, მაგრამ მე არ მგონია რომ ეგ გათვლა იყო. მე არ მგონია რომ გათვლა იყო ომი ვისაც გამოუვლია იმას ომით შევაშინებ. ჩემი ეს გათვლა იყო რომ ომი ვისაც არ გამოუვლია და ეხა უკრაინას უყურებს და იცის გამოცდილების დონეზე, რაღაც ისტორიის დონეზე რომ ეგ საქართველოში ომი იყო. აი იმათ შევაშინებთ ომით რა. ვიღაცები ხა დევნილებიც იქნებიან რა თქმა უნდა, ვინც ამან იმუშავა, მაგრამ მე ვგულისხმობ რომ კოლექტიურად ესე უმრავლესობაზე არ უმუშავია ამას. მინდოდა შენთვის იმის კითხვაც ეგ გზა ან ჭუბერიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოხვედით პირდაპირ რუსთავში წახვედით და სულ იქ იყავით თუ აი რა რუთი გქონდათ ეგ მაინტერესებს. რაღაც პერიოდი ვიყავით იმერეთში, მაგრამ მე ძირითადად ქუთაისში თუ სამტრედიაში, რომ მაგიდან იყო ბებია ჩემი და სახლი ქონდა მან იქ იყო გასწრილი და მე ჩამოვედით რუსთავში და ვცხოვრობდით დედაჩემის ნათესავებთან თავიდან სხვადასხვა ნათესავებთან, მაგრამ ბოლოს ერთ-ერთ მათგანთან და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეგ მხარდაჭერა მათი მხრიდან და არ ვიცი ალბათ სულ მადლიერი ვიქნები ამისი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი ახლა ქართული ოცნების მხარდამჭერია სამწუხაროდ. მაგრამ ეს არ ცვლის იმას, რაც გააკეთეს მათ ჩვენი ოჯახისთვის. შემდეგ მოხდა ესეთი რაღაც, რომ ერთ-ერთი ჩვენი ნათესავის მეზობელს იმ კორპუსის წინ, სადაც ჩვენ ცხოვრობდით, ჩვენს ნათესავთან, ქონდა ბინა, რომელიც იყო დახურული. და ეხლა ხას ველაპარაკებოდი დედაჩემს მაგაზე, რომ რამხელა მეთქი როგორი ის ქონდა თქო, რომ რამხელა სიკეთე გააკეთა ამ ქალმა, რომ ეს ბინა გვათხოვა, მოკლედ შეგვიშვა არანაირ მაშინ გადასახადს ქირას და რაღაცას არ ვიხდიდით. და გარდა იმისა, რომ ძალიან დიდი სიკეთე გააკეთა, დედაჩემმა როგორც მითხრა, ეს ერთ-ერთი საშუალება იყო კიდე, რომ ეს ანუ გვენდობოდა ის ქალი და მაშინ ეს შეჭრები და რაღაც ბინის დაკავებები ძალიან პოპულარული თემა იყო და ბევრგან ხდებოდა, რომ თქვათ ვიღაცას თუ დაკეტილი ბინა ქონდა ან წასული იყო ქვეყნიდან და რაღაცა, მერე იქ ვიღაცა შედიოდა და ის ცხოვრობდა და შემოგვიწყდა ესეც რაღაცნაირად დაცვის მექანიზმი იყო. რომ იცნობდა ამ ოჯახს მისი კარის მეზობლის ნათესავები იყვნენ და შევედით ამ ბინაში და მე ვიზრდებოდი იქ და ეხლა რავი ძალიან ეხლა სადაც ვცხოვრობთ იმ კორპუსის გვერდით არის ზუსტად სადაც მე ბავშვობაში ვიზრდებოდი და მე ანუ სხვადასხვა ბინებში ვიყავით ანუ იქიდანაც იმიტომ რომ გადაწყვიტეს რომ გაეყიდათ ის ბინა და მოგვიწია გადმოსვლა მაგრამ ნუ ჩემი ბავშვობის დიდი ნაწილი გავატარე ამ ვიღაცის ნათხოვარ სახლში და დროებით საცხოვრებელში. ხო, და იქ ვიზრდებოდი რუსთავში. ხო, ჩვენთვის არ მოუწია ბინა სახელმწიფოს და თავშესაფარი. ჩვენ ყველა ერთად, ჩემ მშობლები ცხოვრობენ ერთად, ჩემს დასთან ერთად და მე ვცხოვრობ უბრალოდ ეხა დროებით მეგობართან. რომაც დამითმო თავისი სახლი. და ეს კიდევ ერთი ძალიან კარგი საშუალება იმის სოლიდარობისთვის და იმის აღსანიშნავად, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ბევრი დევნილი სწორედ მაგის ხარჯზე გადარჩა, რომ სხვა ადამიანები მათ დაეხმარნენ. აბსოლუტურად. მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდოდ იყო სხვა უარყოფითად განწყობილი ნაწილიც და მით უმეტეს ახლა ხდებოდა მათი დაყაჩაღება და იქიდან ორი რაღაც ნივთის რო აქვთ წამოღებული აფხაზეთიდან იმის წართმევაც და ესეთი რაღაცები, მაგრამ თან ეს სოლიდარობის დიდი კუთხეც იყო და ალბათ ეს დღესაც ეგრეა ყველა სირთულეს დროს. მაგაში განსხვავდება ჩემი და შენი გამოცდილებები და ეგ სხვათა შორის მაგაში და კიდე მეორე ნაწილში შემოდის კითხავ აუცილებლად. მაგაში განსხვავდება ძალიან ჩვენი გამოცდილებები რა და არ ვიცი სხვათა შორის რა უფრო ხშირი იყო, მაგრამ აი ტრაუმას თუ დავაკვირდებით, ანუ ტრაუმაზე იწყებენ დევნილები ლაპარაკს, როცა პირველ წლებს იხსენებენ დევნილობის, სულ იწყებენ გარიყულობაზე და განდევნაზე ლაპარაკს, ან რაღაცა ამ სტიგმაზე და მაგიტომ აქ განცდა, რომ შენი შემთხვევა და შენი ოჯახის შემთხვევა არ იყო რაღაც უმრავლესობის გამოცდილება, იმიტომ რომ ნუ ახლა რასაც პირველი ხო ერთ-ერთი პირველი რასაც რო იწყებენ ლაპარაკს დევნილობაზე, იწყებენ ამაზე, რომ როგორ არ მიიღო დანარჩენმა ქართულმა საზოგადოებამ დევნილები ან როგორი იყვნენ განწყობილები მათ მიმართ. რაც ასევე დღემდე პრინციპში მოყვება ჩემი აზრით რა ეს მეორე ხარისხოვანი მოქალაქეობის განცდა, რასაც მე იქამდე მიყავ ხარ რომ
შენ ცდილობ რომ საუკეთესო შემთხვევაში ცდილობ რომ დაამტკიცო რომ ჩემიც ისე აქაურობა როგორც შენია არადევნილი ადამიანის ან ვიღაცები უბრალოდ არც ცდილობენ ამის დამტკიცებას და ცხოვრობენ ესე როგორც იცხოვრა ძალიან ბევრმა დევნილმა ადამიანმა ალბათ არის ამაში დიდი წვლილი მიუძღვის იმას რომ ჩვენი ინტეგრაცია მეზისყება კონტექსტი სიტყვა რა გქონდა საინტეგრაციო რა ვიცი ან ჩვეულებრივი ქართველები ვიყავით ჩვენი მიღება როგორც ავით თანასწორი მოქალაქეების მე მაინდა-მაინც რაღაც მოქალაქეებს არ ვაბრალებ მხოლოდ რა მე მაგ განცდა რომ ეს იყო პოლიტიკური ნება ან პოლიტიკური ნება იყო ეგეთი რომ რაც უფრო ხმაღალი იქნებიან დევნილები, რაც უფრო მეც მოითხოვენ, მეტი მხარდაჭერა ექნებათ, მით უფრო დააწვევიან ტვირთად, ანუ იმ ვალდებულებებს დაადებენ ტვირთად სახელმწიფოს, რომლებიც სახელმწიფო შესაძლებელია აქ მათ მიმართ რა. ეხლა რავი 32, ანუ მთელი შენი ცხოვრება, აი შენ შემთხვევაში მაგალითად იმდენი წლის ხარ, ამდენი წელიც არის მე მგონი აფხაზეთი დაკარგული. კი, მაშინ სიტყვით რომ გამოვედი, მაშინაც ეგ ვთქვი, რომ ანუ ჩემი დაბადების დღე მარტო ის არის, რომ მე მემატება ასაკი, არამედ ზუსტად ვიცი ათვლა. ზუსტად. რამდენი ხანია, რაც დაკარგული გვაქვს. ზუსტად და ჩემ შემთხვევაში მაგაზე ნაკლები, მაგრამ მთელი ჩემი ცხოვრება დევნილობის გამოცდილება და ამდენი წელი რო გადის. ისე რომ ეხლა 28 და რაღაცა 30 და 50 და 70 წელს გიწევს. რაღაცების გაგებინება სხვებისთვის სერიოზული პრობლემა როგორ შეიძლება რომ აქამდე მოხვიდე ხო თუ პოლიტიკურ ნებამის რავი სახელმძღვანელოში თუ ეს შეტანილი გაქვს ბავშვებს თუ ამას ასწავლი გულისხმობ აფხაზეთის ომზე ასწავლიან რა ვიცი ზოგადად კონფლიქტებზე ასწავლი საქართველოს უახლეს ისტორიას ასწავლი თუ ვიღაცა ამაზე ფილმებს იღებს დოკუმენტურ ფილმებს იღებს რაღაცა აკადემიაში რაღაცები იქ როგორ შეიძლება აქამდე მოხვიდე ხო ვერ მოხვალ აქამდე მაგიტო ვეძახი მაგას პოლიტიკურ ნებას თორე იმდენი გასაჭირი გვაქვს ახლა ამ ქვეყანაში ადამიანებს რომ შეიძლება ესე ერთ საღამოს შემთხვევით დევნილები არ გაგახსენდეს რა უნდა შემოიტანოს ეს ვიღაცამ შენს თვალსაჩინოში და დღის წესრიგში სავარაუდოდ ალბათ იმასაც ვიფიქრებ რომ ზოგადად სახელმწიფოს უფრო აწყობს პოლარიზებული საზოგადოება ვიდრე გაერთიანებული საზოგადოება და ზოგადად ეხლაც ხდება ეგ რომ სხვერპლს ადანაშაულებ იმაში რაც შენ გაწუხებს რომ მით უმეტეს ეხლა 90-იან წლებში როდესაც ჩვენ დევნილები გავხდით მაშინ ისე არ იყო რომ საქართველოში ყოველს დახინებული ცხოვრება ქონდა და მარტო დევნილების ქონდა პრობლემა რა თქმა უნდა მათაც ბევრი სოციალურად დაუცველი იქნებოდა, ბევრს რაღაც პრობლემები ქონდა და თითქოს ის დახმარება, რაც მათთვის უნდა გაეწია სახელმწიფოს, ამას დევნილები ართმევდნენ. და ეს ნარატივიც, რომ ჩემთვის პირადად ეს არავის არ უთქვამს, მაგრამ ჩვენთვის უთქვამთ. ჩემი აჯანყებისთვის. დევნილები ეგენი კი არა, ჩვენ ვართ. კი, აი გუთქვამთ ჩემთვის ზუსტად. მის რო გახდა ის რომ დევნილები კი ხო არასწორი იარლიყიც რომ მოგვაკრეს რომ ტოლვილები ვიყავით და არა ოღონდ ტოლვილები არა ტოლვილები და შესაბამისად რა თქმა უნდა სახელმწიფოს აწყობდა ეს დაპირისპირება თვითონ ალბათ ისიც რომ დევნილსაც ტვირთად ეგზნო თავი და შეიძლება შეერცხვენოდა ზედმეტი არ მოეთხოვა არაფერი ჩემი აზრით მე ხო როგორც ვისაუბრეთ ამ განსხვავებულ გამოცდილებაში მართლა არ ვიცი როგორ გამიმართლა რომ ესეთ საზოგადოებაში მოვხვდი სადაც ეგ მე პირიქით მქონდა მე მგონი მე თვითონ მქონდა ამ მის მიუღებლობა იმიტომ რომ მთელი ცხოვრება, როდესაც მეკითხებოდნენ საიდან ვარ, მე ვამბობდი რომ მე ვარ სოხუმიდან და დროებით ვცხოვრობ რუსთავში. ანუ რუსთავი არასდროს არ ყოფილა ჩემი სახლი, ჩემი ქალაქი. მიუხედავად იმისა, რომ მან გავიზარდე, მან ჩამოვყალიბდი ადამიანად, მყავდა მეზობლები, რომლებთანაც ძალიან კარგ დროს ვატარებდი და მთელი ბავშვობა რაღაც ჩემი მეზობლის სახლში ვარ გაზრდილი. და არასდროს არ მიგრძნია არავის მხრიდან ისეთი რამ, რომ ან ამას ვერ ვათამაში ჩემმა შვილმა შენთან არ უნდა ითამაშოს, რომ დევნილი ხარ, რაც რამოდენიმე წლის წინ გავიგე საერთოდ, რომ ეგეთი რაღაცები, არ ვიცი, რაღაც სხვა განზომილებაში ცხოვრობდი. იმიტომ რომ თუნდაც სკოლაში მით უმეტეს ახლა სკოლაში ძალიან ხშირად არის რაღაცებზე, რომ დასცინიან ბავშვები ერთმანეთს და ეხუმრებიან და ასე შემდეგ და ჩემ კლასელებიდან მე არასდროს არ მახსოვს, რომ ვიღაცას ან დევნილობაზე დაეცინოს, პირიქით ყოველ წელს ჩემი კლასი ერთად მიდიოდა ჟიულის არტავას მემორიალთან. აუ, მაგან ხო არის მოქმედა ისე?
ჟიული შარტავა რუსთავიდან იყო. შეიძლება. თან რუსთავი არ არის დიდი ქალაქი რა, პატარა ქალაქია და ჟიული შარტავა ისეთი ფიგურა არის, რომ ახლა მაგაზე ვფიქრობდი. იმიტომ რომ ჩემთვის არ დაუძახიათ, არ დაუცინიათ დევნილობის გამო, მაგრამ მე არ ვამბობდი რომ დევნილი ვიყავი, ამიტომ მაგას უფრო ვაწერ მაგ ამბავს, მაგრამ თან ნუ გურიის კოკაკოლას რო ყიდულობ გამარჯობა, მე ერთი კოკაკოლა მომეცით, მე დევნილი ვარ რაღაცა. ხედა მე ეგრე არ ვიყავი, მაგრამ ოზურგეთში სკოლაში რომც მეთქვა ეს ახლა მაღლა ალბათ არ იქნებოდა, იმიტომ რომ ზოგადად არ იყო ან ბევრად უფრო დამნდობები მიმღებლები იყვნენ ჩემი კლასელები ოზურგეთში ვიდრე ჩემი კლასელები თბილისში. სკოლები არ გამოგიცვლია ისა? არა, ერთ სკოლაში ვწავლობდი. ერთ სკოლაში მე გამოვიცვალე 6 მე მგონი. 6 სკოლა კი ეგრე მახსოვს, ან 6 ან 5. ანუ ეგ თალკე ამბავი იყო კიდე სკოლების ცვლა მუდმივი და უსრულებელი. ეგეც დევნილობის იმას მაგას უკავშირდება ფაქტია, იმიტომ რომ მაგიტო დავდიოდით წინ და უკან და უმისამართოდ. ჩვენ რაღაცა ძალიან დავფუძნეთ, იმიტომ რომ ეხლა სადაც ცხოვრობთ, ისიც როგორც გითხარი, იმ ქუჩაზეა, სადაც ვიზრდებოდით ზოგადად და ისევ იქ დავბრუნდით თითქოს, იმიტომ რომ ვიცნობდით იქ ადამიანებს და ძალიან ახლობლები ყავდა და თან რუსთავში ძალიან ბევრი ნათესავები ყავდა და ეგეც მოქმედებდა, რომ მე ნათესავებთან ვიზრდებოდი და იმ ადამიანებთან, ვისაც ვუყვარდი და ზრუნავდა ჩემზე და ეს ჩვენი ნათესავები ხშირად იყვნენ ჩვენი სტუმრები აფხაზეთში და ანუ ეს კონტაქტი გქონდა და შესაბამისად ანუ მაგაში ძალიან გამიმართა. და რა უცნაურია, რომ მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა გამოცდილება გვაქვს ამ თვალსაზრისით. სახლის კონცეფცია ერთნაირი გვაქვს. ხო. ამაზე გვილაპარაკია ჩვენ, რომ ეს სახლი არსად რო არ არის, აი მაგაზე რა. ეგ მაინც ეგრე არის. აი ხა რუსთავი წესით ხო უნდა იყოს შენთვის სახლი, ჩემთვის ოზურგეთი უნდა იყოს სახლი. ხო, იმიტომ რომ თავის ცხოვრება იქ გავატარე და უნდა იყოს, მაგრამ არ არის და მაგიტო ვიძახი, რომ მე პირიქით მე თვითონ მაქვს მიუღებლობა. ანუ ნამდვილად არ ვთვლი, რომ ეხა მეორე ხარისხოვანი მოქალაქე ვარ ან რაღაც ეგეთი, მაგრამ თან აი რაც ვახსენეთ, რომ მომავალ წელს სოხუმში და რაღაცა თითქოს ეს იმედი, რომელიც არასდროს არ კვდება და ძალიან რთული არის იმასთან შეგუება, რომ ხანდახან გაიაზრო, რომ ეს უბრალოდ იმედია და ტყუილი არის და შეიძლება ვერ დაბრუნდე ვერასდროს, მაგრამ ეს მაინც ეპოტინები ამას ბოლო მომენტამდე, რომ შენოდეს შენ გჯერა დაბრუნების? რაციონალურად არა, მაგრამ მაინც არსებობს ეგ გრძნობა ჩემს. და შენ როგორც ვიცი? ხო, მე ზოგადად ეგეთი ადამიანი ვარ, რომ მირჩევნია ნაკლებს მოველოდო, მე მოვიდეს და გამიხარდეს, ვიდრე ველოდე და იმედი გამიცრუდეს. და რაც რო გადის და რაც უფრო აი ერთადერთი როცა ჩემი ეგ განცდა გამძაფრდა, რომ შეიძლება მართლა დავბრუნდეთ და რუსეთი მართლა ამოისპოს, იყო 2022 წელი. როცა უკრაინაში შეიჭრა რუსეთი და ეს ომი რომელიც ორ კვირაში უნდა დამთავრებული იყო ბევრის აზრით, მათ შორის რა ვიცი პირველ რიგში რუსების არ დამთავრდა ორ კვირაში და ერთი რომ უკრაინამ გასწია წინააღმდეგობა და მეორე რომ უკრაინას ჰქონდა დასავლეთის მხარდაჭერა ამაში. მაშინ რაღაცნაირად მივეცი ჩემთავს უფლება, რომ ეს იმედიანი განწყობა მქონოდა, იმიტომ რომ ბაბუაჩემიც ეგრე იყო, თან რა ბაბუაჩემი ძალიან დაიმედებული იყო. ძალიან ქონდა უკვე განცდა, რომ უკრაინა მოიგებს, უკრაინა გაიმარჯვებს და ჩვენც გვეშველებამ, რომ უკრაინის გამარჯვება ნიშნავდა რუსეთის ძალიან დასუსტებას რა და დასუსტებული რუსეთი აფხაზეთისთვის დასაყრდენი ვერ არის ეგეთი, როგორიც ეხა შეიძლება იყოს. მაშინ მივეცი მარტო ჩემთავს უფლება, მაგის მერე და მანამდე არასდროს ხო? მე მგონია, რომ შეიძლება უფრო იმის იმედი მაქვს, რომ ოდესმე ეს კონფლიქტი გადაიჭრება და ეს სამუდამოდ გაყინულად არ გაგრძელდება და ეს ოდესმე სანამ მე ცოცხალი ვიქნები, მანამდე მოხდება. და ხედავთ ახლა, რომ არის ძალიან ბევრი ცვლილებები და ძვრები და ყველა ისტორიულ ეპოქაში ვცხოვრობთ უკვე რამდენიმე წელია და ბოლოს როდის იყო არ ვიცი ჩემს ცხოვრებაში, რომ ამერიკის პრეზიდენტი რასაც გადაწყვეტს ერთ დღეს ის, რომ ჩემს ცხოვრებაზე ახდენდეს გავლენას, ეგეთი რაღაც არ მომხდარა, ხო? აკრე. და ამ გლობალურობის ნაწილი რო ხარ, ეს ძალიან დიდი შიშის გრძნობას. კი, ცხადია.
ცხადია. თან ამ მასშტაბს რო აღიქვამ, ამ მასშტაბში შენ სათხარ, შენ როგორც პიროვნება რა, ქვეყანას თავი დაანებ, რომელიც ძალიან პატარა არის. შენ როგორც ერთი ცალი პიროვნება, რომლის ცხოვრებაზეც ესეთი განაირიბი ეფექტი აქვს და წლების მერე ექნება. პირდაპირ გავლენა აქვს რა. და მე ყველაზე მეტად ის იმაზე ვწყდება გული, რომ ეს ზოგადად ომში ეს ყველა ისტორიები, თუნდაც ეხლა რაც მოვყევი იმ ბიჭთან დაკავშირებით, ან თუნდაც ჩემი ისტორია, ან თუნდაც შენი ისტორია, ეს პირადი ისტორიები ხდება სტატისტიკა და ციფრები და თითქოს ამას აღარ აქვს უკვე მნიშვნელობა და თან ერთ-ერთი ომი არ არის უკრაინის ომი, რაც მიმდინარეობს ახლა და ყველაფერზე უნდა ვერ გექნება შეხედულება და შეუძლებელია მართლა. თან იცი რა არის, აი განსაკუთრებით ეგ მაქვს აფხაზეთის ომზე, რომ თითქოს ჩამოიწერა დღის წესრიგი, ანუ ვადა გაუვიდა. ანუ ეგეთი განცდა მრჩება, რომ ანუ იმიტომ აღარ უნდა, აი რაღა, ანუ კიდე დევნილები კი რა ქენი იმისთვის, რომ კიდე დევნილებზე არ ვლაპარაკობდეთ. აი რა გააკეთე შენ როგორც სახელმწიფომ, რომ კიდე დევნილებზე არ გელაპარაკებო და მითხარი უბრალოდ ერთი. ჩემთვის უთქვამს კიდეც ეგ სხვა ადამიანებს, რომ ვთქვათ ეხა აი საქართველოში ტოპ 20 პრობლემა რო ავიღოთ, დევნილების პრობლემა არ იქნება მანდ. ხო, არ იქნება. და აი წარმოგიდგენია შენ შენთვის ხო ეგ არის პირველი. ანუ ჩემთვის ეგ არის პირველი. აბსოლუტურად. საქართველოში ტოპ 20 პრობლემა. ტოპ 3-შიც კეტყვი ამას. კი, აუცილებლად ეგრე იქნება. იმიტომ რომ თან მე მგონი მაგას ვინც ამბობს, კი და ვინც არასახელებს დევნილებს ამ ოლცეულში მაგალითად. არ მგონია რომ იციან ყველაფერი და მაინც არ გონიათ პრობლემა. არაფერი არ იციან და მაგიტო, იმიტომ რომ ის რო გესმოდეს ის განზომილებები, რაც დევნილებს ის პრობლემებს გააჩნიათ, იგულისხმება სამშვიდობო პოლიტიკა, კონფლიქტის გადაჭრა, დაბრუნება, სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაცია და რაღაც განვითარება, ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია. ანუ ისეთი საკითხები არის, რომ შეუძლებელია რომ ეგ არ გაგახსენდეს რა, მართლა შეუძლებელია. და ყველაფერი გეხება და ეგ საკითხები რომ იყოს მოგვარებული, ეს არ იქნებოდა მარტო ჩვენი პრობლემების მოგვარება, არამედ ზოგადად საზოგადოების პრობლემების მოგვარება და თან რაც შეეხება ეხლა დაბრუნებას კიდე. ანუ ჩვენი დაბრუნება იქ არ ნიშნავს ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ტრამვის ნაწილი იქნება ეგეც. ანუ ეგ არ იქნება რომ ჩვენ იქ დავბრუნდით და всё, ყველა პრობლემა გადაგვეჭრა. ვითომ არაფერი მომხდარა, ესე ვცხოვრობთ. იქ დაგხვდება დანგრეული სახლები, იქ დაგხვდება გადაკეთებული სახლები. ის ეხა მე და შენ არ გვაქვს ეგ მეხსიერებაში, მაგრამ თუნდაც შემშობლებს და ცოტა უფრო ჩვენზე ოდნავ ასაკით უფროს ადამიანებს, ვინც ბავშვები იყვნენ, ანუ ის მოგონებები, ისინი ვერასდროს ვერ დაბრუნდებიან. და დაგხვდება გაუცხოებული ხალხი. ძალიან. ეს კიდევ ცალკე სხვა ფსიქოლოგიური ტრამვაა და ამის მაგალითად მინდა მოვიყვანო ის ფაქტი, რომ როდესაც ანუ მე ძალიან განვიცდი იმ ფაქტს, რომ როდესაც ვთქვათ აი სანატორიუმებში, მithumetes წყალტუბოსთან უფრო კავშირი მქონდა და წყალტუბოს სანატორიუმებიდან რომ გადადიოდა ხალხი საცხოვრებელში, სადაც იქ მისცეს რამოდენიმე ადამიანს ბინა და დაცალეს სანატორიუმები, არ ეჩქარებოდათ გადასვლა, იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ ის სამეზობლო რაც შექმნეს კიდე მეორედ გამხდარიყვნენ დევნილები. მეორედ უნდა გამხდარიყვნენ დევნილები და ანუ ეს ძალიან დიდი ტრამვა იყო და თან იმას რო ფიქრობ, რომ ანუ ეს არ გინდოდა კაცო 30 წელი ამას არ ელოდი, რა გაწუწუნებს ახლა წადი. და მარტო ბინის მოცემა არ არის საკმარისი. აქ უამრავი სოციალური მუშაკის უნდა იყოს ჩართული, ფსიქოლოგები უნდა იყვნენ ჩართული, რომ ეს ცვლილება ადამიანებმა მიიღონ. თან მან რა არის, იცი, ჩვენ ინტეგრაციაზე რო ვლაპარაკობთ, მანდაც ამ კომპაქტური ჩასახლების, გეტოების, რასაც გეტოს ვეძახით, დაშლა რატო არის, ხო, მნიშვნელოვანი დაშლაში ვგულისხმობ, რომ რატო არის მნიშვნელოვანი, რომ დევნილებს არადევნილ საზოგადოებაში ვცხოვრობდეთ ჩვეულებრივად. იმიტომ რომ ეს რაღაცა გეტოიზაცია დევნილების მთლიანი, აი მათ შორის 2008 წლის ომის შედეგად აი წეროვანის ჩასახლება რაც არის რა, ჯერ ხო არ არის ჰუმანური საერთოდ, ძალიან ისე მსუბუქად თუ ვიტყვი და მეორე რომ ხელს უშლის იმას, რომ ჩვენ ვცხოვრობდეთ, რა ვიცი, ეკონომიკურად ხელსაყრელ გარემოებებში მაგალითად და გარემოში. სადაც კი რამე ეკონომიკური ინტერესი შეიძლება და ყოფილიყო, ყველაფერთან ხო გაასახლა, ხო ივერია რა იყო რედისონი დგას იქ. ხო, რაზე ვლაპარაკობთ. მეორე არის ბაგებია და მანდაც რავი ხა ავიდა ვაკე. ხო, ან სტამბა კი. მათშინ თან ახლა მაგალითად ივერიის ამბავი ისიც იყო, რომ სიღარიბე უნდა მოეშორებინათ თვალიდან. დევნილებზე ძალიან არასწორი წარმოდგენა რაც არის, ის არის, რომ თითქოს ჩვენ ამ ბინას ვთხოვთ როგორც ქველმოქმედებას ან დახმარებას
სახელმწიფოს. რეალურად ჩვენი კერძო საკუთრების უფლება დაირღვა და სახელმწიფოს აქ ვალდებულება, რომ ეს უფლება აღადგინოს. ანუ ის, რომ ჩვენ თავშესაფარს ვითხოვთ და ჭერს ვითხოვთ, იმიტომ კი არ ვითხოვთ, რომ, რა ვიცი, უბრალოდ ესე რაღაცა ერთ დღეს მოწმენდილცაზე უსახლკაროები გავხდით. არა, იმიტომ რომ ეს უფლება დაირღვა ომის შედეგად. და ჩვენ როცა ამას ვითხოვთ იმიტომ, რომ სახელმწიფოს ვალდებულება აქვს აღებული. ეხლა რასაც ცდილობს სახელმწიფო რაღაცა 20,000 ლარი გადაგიხადოს სოფლად ცხოვრების პროექტის თუ პროგრამის ფარგლებში თუ 22 თუ 30 თუ გინდა და ან რაღაცა გამოისყიდოს შენგან დევნილი სტატუსი, რომ აი რაღაცა იმას კომპენსაციას მოგცემ და დევნილი სტატუსი. აი ამას რასაც ცდილობს, იმიტომ კი არ ცდილობს, რომ კაი ტიპი არის. იმიტომ ცდილობს, რომ იცის, რომ ვალდებულებაა მისი და არა კეთილი ნება. რასაც ეხლა ჩვენ ვლაპარაკობთ. და იგივე არის საზოგადოება, არა მარტო არადევნილ საზოგადოებას, დევნილ საზოგადოებასაც კი ეგრე დაგვაჯერეს, რომ ეხლა შენ მოგერიდოს რა, დახმარებას რო იძახი. და არაფერი დასახმარებელი არ გჭირს. ანუ ჩვენ ვითხოვთ, რომ ჩვენი კერძო საკუთრების უფლება იყოს აღდგენილი. ზოგადად საქართველოში ნებისმიერ რაღაც რასაც მთავრობა აკეთებს, თითქოს ჩვენ ძალიან მადლიერები უნდა ვიყოთ და ეს მათი კეთილი ნება არის. არა ის ეხლა რუსთავშიც თუნდაც მერი რო სკვერს აკეთებს და ამაზე რა კარგი მერი ყავს, იმიტომ რომ სკვერები გაგვეკეთა, ანუ კი ძალიან კარგია რომ სკვერი არის გაკეთებული, მაგრამ ჯერ ძალიან სხვა ბევრი ძალიან დიდი პრობლემა არის, რასაც მერი არც კი გამოხმაურებია და თან ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, ანუ ამის გამო მედალს არავინ არ იმსახურებს. რა თქმა უნდა. კი, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი მართლა, რომ ეგრე ვხედავდეთ ამ რაღაცეებსაც. აი დევნილების კონტექსტში მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სირცხვილი, რაც აგვკიდა ამ სახელმწიფომ წლების განმავლობაში, რომ შენ გრცხვენოდეს იმის, რომ რავი, გაღატაკდი, გრცხვენოდეს იმის, რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს შენზე და ამ დროს, რა ვიცი, რეები მოახერხეს ოჯახებმა ძალიან დიდი ბოდიში. ახლა შენ მაგალითზე რო ავიღოთ მაგალითად, შენმა ოჯახმა მოახერხა, რომ შენთვის მოეცა განათლება. შეექმნა რაღაცა სიყვარულით, მხარდაჭერით სავსე გარემო უდიდესი ტრაუმის ფონზე რა ეს მართლა ხა მე მგონი რომ ჩვენც კი არ გვესმის ბავშვები იყვნენ ანუ ზუსტად 21 წელსა და ქალზე მელაპარაკები ხო ან თუნდაც ჩემ შემთხვევაშიც ხო ის რომ განათლება მივიღე ის რომ თბილისში თავისუფალ უნივერსიტეტში ვსწავლობდი რომელიც არისო დაფინანსება არ ყოფნიდა იმას რომ მთლიანად მიხადა ეს და დედაჩემმა რა ვიცი მე დედაჩემს რომ უთხარი რომ მე ჩავაბარებ სახელმწიფო უნივერსიტეტში სადაც გრანტს აუცილებლად დავიღებ დაფინანსებას სახელმწიფო დაფინანსებას და არაფერი გადასახდელი არ იქნება კი ნაღამ გაგიჟდა რომ რას ნიშნავს, რას ქვია, რომ შენ იქ არის სწავლის, სადაც გინდა სწავლა. და ჩავაბარეთ თავისუფალ უნივერსიტეტში, ამაში მხარი დამიჭირა, ბინა სადარდებელი არ მქონდა, საჭმელი სადარდებელი არ მქონდა, სასმელი სადარდებელი არ მქონდა, იმიტომ რომ ემიგრაციაში წავიდა და ის რომ მე, რა ვიცი, ეკონომიკურად დამოუკიდებელი ადამიანი ვარ და ჩემი ქირის ფული შემილია რომ გადავიხადო და ჭერი თავზე მეხუროს და რა ვიცი, აქ ვიჯდე თუნდაც რა და ამაზე ვლაპარაკობდე ეს მოახერხა ჩემმა მშობელმა და ახლა ამის ფონზე როგორ უნდა გაუბედოს ვინმემ დევნილს და უთხრას რომ რას ნიშნავს როგორ ვერ მოახერხე რომ გადარჩენაზე მეტი გექნა ძალიან დიდი ბოდიში რა სიამდვილეში გადარჩენაზე ძალიან ბევრი გააკეთეს კი აბსოლუტურად გადარჩენა ფეხზე დადგომა მედეგობა ანუ მედეგობის ნაწილი არის ცალკე ამბავი რომ აი ამხელა გაცამტვერების მართლა განადგურების მერე ფეხზე ადგე ცხოვრება გააგრძელო და მე გაზარდო მომავალი თაობა ისე რომ ამ ადამიანებმა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილები იყვნენ ეს ადამიანები მე იმ საზოგადოების რა რაღაც ის მაგ რაღაცაზე რომ ბრაზდები ხოლმე ჩემ შობლებს და თავს ძალიან ისაგრძნობ რომ მეთქი ანუ პროსტა რაც ამათ აქვთ გამოვლილი ანუ არ მაქვს უფლება რომ რაღაცა მეწყინოს თითქოს ან რაღაც იმიტომ რომ მართლა ეხლა როგორც ხვდები როგორც შენი ოჯახის, ასევე ჩემი ოჯახის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, რომ მე განათლება მიმეღო და თუნდაც ინგლისური მესწავლა და დედაჩემი სულ დამატარებდა სხვადასხვა წრეებზე და კი, ჩემთან ეგრე იყო. ხო, და ეს შეიძლება მაგათთვის იყო რაღაც ალბათ კიდევ ის იქნებოდა, რომ რაც საკუთარ თავს ვერ მისცეს, მე როგორც ხდება ხოლმე, რომ შვილისთვის მაინც მიეცათ და ის რომ შენ იმედი გაქვს შენი შვილის და გინდა რომ უბრალოდ გზაზე დადგეს და თუნდაც ის სავარაუდოდ ეხა დედაშენს კიდევ უფრო მეტად ქონდა ის გამოცდილება აქ ყოფნის დროს რომ მეორე ხარისხოვნად აღიქვამ და ვიღაცა და თუნდაც ეგ შეგრძნება რომ არ ქონდეს და შეგეძლო შენი საკუთარი თავის დაცვა და გახდე რა ვიცი ერთ-ერთი
ყველაზე ხმამაღალი წარმომადგენელი ქალების როგორც ეხა შენ ხარ თქვათ და როგორც თავისუფლად და ანუ არ გერიდება დააფიქსირო შენი აზრი რომ ვაიმე მე დევნილი ვარ და ვინ მომისმეს ეხა და ანუ ეს სირცხული მე არ მაქვს და სავარაუდოდ არ შენ არ არა ხო არც მე არ მაქვს პირიქით მე მაგას ვამბობ რომ ჩვენ თაობაში რისხვაში და ბრასში გადავიდა ეს სირცხვილი რა და ეგრე მგონია მე ვისაც ვიცნობ ახლა ბევრს არ ვიცნობ მართალია და ეს მინდა ახალი მეორე თაობის დევნილები თუ გვიყურებთ მოგწერეთ და გაგვიცანით ჩვენც გაგიცნობთ იმიტომ რომ მართლა ძალიან მინდა რომ ბევრს ვიცნობდა ჩვენი თაობიდან მაგრამ ეგეთ ჩემი დაკვირვება ეგეთია რომ უფრო გაბრაზებულები ვართ და უფრო მეტი ვიცით ჩვენს თავზე რა და უფრო მეტად ვამაყობთ ჩვენი გამოცდილებებით, იმიტომ რომ ეს დიდი დაცემა თან ჩვენ არ გამოგვივლია. მე მგონი რომ ამასაც აქ გავლენა, რომ ეგრე მწარედ არ დავცემულ ვართ მიწაზე, როგორც ჩვენი მშობლების თაობა დაეცა, იმიტომ რომ რაღაცადღაც იყვნენ, რაღაცნაირი ცხოვრება ჰქონდათ, დაგეგმილი, დალაგებული და უცებ დანარცხება იყო ძალიან დიდი და თან ჩემთან ის იყო რომ ძალიან წარმატებული ცხოვრება ჰქონდა და სახლი ჰქონდა კერძო, საიდანაც ზღვის ხედი ამას რომ მეუბნებოდეს რომ აი ზღვის ხედი ჩანდა შენი სახლიდან და რაღაც ერთ დღეს ჩვენი ნათესავი მოვიდა ჩვენთან და ანუ თქვენ შენი საკუთარი სახლი რო არ გაქვს და საკუთარი ოთახი რო არ გაქვს და ამ დროს ნათესავი რო გეუბნება რომ აი თქვენ რო სოხუმში გეცხოვრათ ეხლა მამა შენს თვითმფრინავი ეყოლებოდა private jet-ი და რაღაცა და ანუ მე ესეთ იმაში გავიზარდე ამ დროს რუსთავში დევნილობაში და აი ბებია ჩემი იწახის ხოლმე ხშირად რომ ძალიან რამოდენიმე წელი მქონდა ბედნიერი ცხოვრება, როდესაც დავლაგდი, რაღაც შვილები მყავდა, ქმარი მყავდა, რაღაცა სახლს აწყობდი, გეგმებს აწყობდი თუ რა გინდოდა გაგეკეთებინა და რაღაც შეიძლება მაქსიმუმ 10 წელი, არ ვიცი რამდენ ხელს გაგრძელდა და ეს ყველაფერი იმ სიტუაციაში, როგორ სიტუაციაშიც უწევდათ ყოფნა და შემდეგ ეს ყველაფერი უნდა დაკარგო და ვთქვათ, ეხა ბებია ჩემიც თუნდაც იყო ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე მათემატიკის მასწავლებელი და ანუ ძალიან დაფასებული ქალი თავის პროფესიაში და სკოლაში და მისი ქმარიც ძალიან წარმატებული იყო და მე უწევდა ღამე ბუდკაში და ჯიხურში მუშაობა. დედა ჩემი იყო 19 ან 20 წლის რომ მუშაობდა ვაგზალზე, ბაზარში, აცხობდა მჭადებს, ყველს რაღაცებს და იქ ბაზარში მომუშავე ქალებთან და კაცებთან, რა ვიცი, იქ ვინც მუშაობდნენ მოვაჭრეები, ჩამოატარებდა და ესე ყიდდა და ამით შოულობდა პურის ფულს, ალაგებდა სახლებს და რა ვიცი, აი არაფერი არ უთაკილია არც ერთი ესეთი პატიოსანი და ღირსეული შრომა რა. და ეს არ არის, ანუ ამას იმიტომ არ მობ რომ ვიღაცის შრომას არა ხო მაგ პირიქით ეს იმის კარიერა არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა და როცა შენ წარმატებული ხარ ამაში შენი იდენტობის ნაწილია და შემდეგ ამის დაკარგვაც რომ ანუ შენ იდენტობასაც კარგავ. კი, მაგრამ მანდ კიდე მეორე კომპონენტ შემოვიტანდი რა მაგამ ბავშვი ზუსტად ბებია შენზე რაც მოყევი და რაც დაუკავშირე მე დედა ჩემის გამოცდილებას რომ შენ ან იმის თქმა დევნილებზე რომ რაღაცა ხელი გაანძრიონ და იყიდონ და ანუ ადამიანებმა საერთოდ სხვა ცხოვრება ხო დაიწყეს და ის რასაც ბევრი არადევნილი თაკილობდა და ამბობდა რომ ეს მე როგორ ვიზამ თუ რაღაცა და თაკილობს დღემდე არასდროს არ უთაკილია ჩვენ ოჯახებს რა ჩვენ ოჯახებს პატიოსანი გზით ჩვენ გაქურდულ ოჯახებს მათ შორის ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს გაქურდულ გაძარცვულ ოჯახებს ომის დროს გარდა იმისა რომ მტერი ესხმოდა თავს ასევე არამტერი ძარცვავდა გულისხმობ ამ შემთხვევაში მხედრიონს ამის ფონზე ჩვენმა ოჯახმა და ჩვენმა ოჯახის წევრებმა რა ვიცი პატიოსანი და ღირსეული შრომა დაიწყეს მაშინ როგორც კი ამის შესაძლებლობა ჰქონდათ ამიტომ დევნილებზე ვერავინ ვერ იტყვის იმას რომ ჩვენ რაღაც ზარმაცი სხვაზე დამოკიდებული ხალხი ვართ და ერთ პატარა ისტორიას მოყვები და მე მგონი შეგვიძლია ნელა დასასრულისკენ წავიყვანოთ ბებია ჩემს რომელიც ეხლა ხელს გავიგე ეგეც იმაზე თუ რამხელა ინსტინქტები და გამძლეობა არის აგრეთვე ომისგან გამოქცევა. რომ რადგან ღამე მუშაობდა ჯიხურში, კრიმინალი საერთოდ სხვა დონეზე იყო. აღმოჩნდა რომ თურმე ერთ ღამეს, როდესაც გახსნა ჯიხური და უნდა დაეწყო გაყიდვა რაღაც მაღაზია გახსნა, ვიღაცამ
პატარა ფანჯარაში იარაღით შემოუყო ხელი და უნდოდა რომ რაც ჰქონდათ თანხა ეს წაერთვათ. და ამ დროს ბებიაჩემი არ იბნევა და ეს ნაომარი ქალი ესე დიდი რკინის კარი ქონდა და ესე თურმე მიხურა ესე კრა ამიარაღს კრა ხელი გააგდებინა ფანჯრიდან უკან მიხურა ეს რკინის კარი და შუქი ჩააკრო. აი მე ღმერთო სიკიშეში აქ მე გავიყინებოდი იქვე ალბათ. და პოლიცია რომ ისულა ესე უთქვას რომ ყოჩახო შუქის ჩაქრობა რა კარგად მოგიფიქრებია. ეს რომ ვერ დაგინახოს იმან თუ რა? ალბათ რომ ხო ვერ დაგიმიზნოს. და მე გაიქცნენ ისინი რა თქმა უნდა. ძალიან საინტერესო იყო. აი რამდენი ხანი ახლა გიცნობდა ძალიან ბევრი რამე რაც თქვი, ჩემთვის იყო ახალი რა ეს განსაკუთრებით ნიკას ისტორია, ნიკა ის დედაშენის ამბავი. და მგონია რომ და ეხლა იმაზე ვფიქრობდი რომ ადამიანები ვინც ჩვენთან მოვლენ და რომელსაც არ ვიცნობ მათგან რამდენ ახალს გავიგებთ კიდე რა იმიტომ რომ რამდენი დევნილიც არის იმდენაირი ამბავი არის დევნილობის და ეგ ძალიან საინტერესო და ეგ არის პრინციპში მიზანიც ჩვენი ამ პოდკასტის რომ ამ ჩვენ დროებით საცხოვრებელში ბევრი დევნილი მოვიდეს და გაიზიაროს ჩვენი კარი ყველა დევნილისთვის არის ნამდვილად შემდეგ ეპიზოდისთვის უკვე სტუმარი გვეყოლება ჩვენ თანაწამყვანობის როლში ვიქნებით და ჯერ არ ვიცით ვინ იქნება ჩვენი სტუმარი, მაგრამ აუცილებლად გვეცოდინება ძალიან მალე და ამასაც გაგაგებინებთ. თუმცა იქნება დევნილი ადამიანი აუცილებლად. ხო, რა ვიცი, მე მგონი შეგვიძლია დავიმშვიდობოთ. ერთხელ შევახსენოთ რომ როდესაც გვექნება უკვე გვერდი YouTube არხი და Instagram-ი. ამას თუ უყურებთ, უკვე შეგიძლიათ. და არადევნილებსაც შეგძლიათ. აუცილებლად არადევნილებს, იმიტომ რომ გვინდა რომ ჩვენი ხმა ზუსტად თქვენს მოგაწვდინოთ, გამოიწეროთ ჩვენი არხი Instagram-ის, YouTube-ის და TikTok-ის და აგრეთვე Facebook-იც და აუცილებლად ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავხადოთ ჩვენს დროებით საცხოვრებელს პროექტ 64-ს. უდიდესი მადლობა. ესე რომ ვინმეს მოეწყო ჩვენთვის სახლის აფხაზიდან რომ გადმოვედით. ძალიან კარგი იქნება. კაი ამბავი იქნებოდა ძალიან. დიდი მადლობა. დროებით.